ზეიმი ქართული დროშით. კვარაცხელიას მორიგი აღიარება. რა შემთხვევაში ითამაშებს ლიონი ევროპა ლიგაზე? რის თქმას აპირებს მიქაუტაძე კვარაცხელიასთვის და რას ამბობს თოფურია მახაჩევზე? ამ და სხვა ბევრი საინტერესო სიახლის მოსმენამდე არ დაგეზაროს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აღამო იყო. საფრანგეთის 2024-25 წლების ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დამთავრდა და კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენს ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გადაეცა. თუმცა ამ საზეიმო განწყობამდე პარის სენ-ჟერმენმა ოსერს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა და თან კვარაცხელიას დიდი დამსახურებით. ქართველმა პარის სენ-ჟერმენის რიგებში მარჯვენა ფეხით პირველად გაიტანა და თან შესანიშნავი შორეული დარტყმით. მალევე კი ასევე პარის სენ-ჟერმენის რიგებში პირველი დუბლი შეასრულა. ქართველი ახლოს იყო ჯარიმის გატანასთანაც, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ფრანგული მედიის აზრით ამ შეხვედრაში შეუჩერებელმა ხვიჩამ უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. მალევე რამდენიმე თვის წინ პარის სენ-ჟერმენში გადასულმა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონობა ქართული დროშით იზეიმა. ქართველმა მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა. ხვიჩა ისევ შეაქო პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის. უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები წინ გველოდება. ახლა კი მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. აქ ადაპტაციაში ძალიან დამეხმარნენ. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ. ინტერთან ფინალს ველოდებით და სრულიად კონცენტრირებულები ვართ. ეს ჩვენი ცხოვრების თამაშია და გონება 100%-ით უნდა მოვმართოთ. კვარას სათამაშო დონეს კარგად ვიცნობთ. ნორმალურია, რომ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა, მაგრამ მისი ინდივიდუალური თვისებების შესახებ ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ახლა კომაგებთან ერთად ვზეიმობთ. ამით სიამოვნებას ვიღებთ. ეს ამ სეზონში ჩვენი ბოლო შეხვედრაა პარკ დე პრენსზე. ახლა ყველას გონებაში 31 მაისის მატჩია, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენში გასულ ზამთარში გადავიდა და ლიგა 1-ის 14 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე პასი დააგროვა. ახლა კი წინ 2 უმნიშვნელოვანესი ფინალია. პირველი 24 მაისს, სადაც საფრანგეთის თასისთვის პარის სენ-ჟერმენი რეიმს დაუპირისპირდება. 31 მაისს კი წლის მთავარი მოვლენა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ქართველი და მისი გუნდი ნანატრი ტიტულის მოგებას შეეცდება. ამისთვის კი ინტერის დამარცხებაა საჭირო. თუმცა მანამდე რას ფიქრობთ? შეძლებს პარის სენ-ჟერმენი რეიმსის დამარცხებას და პირველი ფინალის მოგებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი გეტყვით, რომ ქართული დროშა ფრიალებდა ლიონშიც. ბოლო ტურში მიქაუტაძის ლიონმა ანჟერს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი კაპიტანმა ლაკაზეტმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის ლიონის რიგებში ბოლო დაპირისპირება იყო, რადგან ის გუნდის დატოვებას აპირებს. ამ შეხვედრაში ქართველი 79 წუთზე ჩაერთო და დარჩენილ მცირე დროში საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ გამოუვიდა. მაგრამ ეს შეხვედრა საინტერესო იყო იმით, რომ ლიონი გამარჯვების შემდეგ სხვა გუნდზე იყო დამოკიდებული, რომ ევროტურნირის საგზური მოეპოვებინა. ჩვენ და საბედნიეროდ ლეორმა სტრასბურგს მოუგო და ქართველის გუნდი მე-6 პოზიციაზე გადავიდა. შესაბამისად, ლიონს მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ. თუმცა არის შანსი, რომ ლიონი ევროპის ლიგაზეც მოხვდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარის სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასს მოიგებს. ამ თემაზე მიქაუტაძემ საინტერესო და სახალისო კომენტარი გააკეთა. პარის სენ-ჟერმენმა საფრანგეთის თასი უნდა მოიგოს, კვარას დაურეკავდა ვეტყვი საქმეს მიხედოს. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე 48 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დააგროვა. ლიგა 1-ის ბოლო ტურის სამწუხარო გამოდგა ზურიკო დავითაშვილისთვის. სენტ-ეტიენი ტულუზასთან 2-3 დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა. მართალია შეხვედრაში ზურიკო მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ზურიკო დავითაშვილისთვის პერსონალურად ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონი წარმატებული იყო. მან ლიგა 1-ის 33 შეხვედრაში 9 გოლი და 8 საგოლე პასი დააგროვა. შესაბამისად, სადებიუტო სეზონში 17 საგოლე მოქმედება ნამდვილად კარგი შედეგია და დიდი ალბათობით ქართველს ახალ კლუბშიც ვიხილავთ. მაგრამ თქვენ რომელ გუნდში ისურვებდით ზურიკოს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებული აპელაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უარყო.
საქმე ეხება ალავესთან შეხვედრაში ქართველისთვის ნაჩვენებ ყვითელ ბარათს. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ქართველი მეკარე გამოსვლაზე ბურთის მოგერიებას ცდილობდა. როდესაც მეტოქეს შეეჯახა არბიტრმა კი 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ მამარდაშვილმა ვერ მოიგერია და ვალენსია 1-0 დამარცხდა. შედეგად ვალენსიას 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას კი 18 მაისს შინ ბილბაოს ატლეტიკოსთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა ქართველი მეკარისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ის ვალენსიის მაისურით მესტალიაზე უკანასკნელად ითამაშებს. მამარდაშვილის ზაფხულში ლივერპულს უნდა შეუერთდეს. გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ კი საკუთარ სტადიონზე ალბასეტე დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა და ამ დროისთვის ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის ლიდერია. ქართველი, რომელიც მომდევნო სეზონიდან სპორტინგის ღირსებას დაიცავს, თამაში 77 წუთზე საკმაოდ აქტიურად ჩაერთო. ლევანტე დარჩენილ 2 ტურში 25 მაისს სტუმრად ბურგოს, ხოლო პირველ ივნის საკუთარ სტადიონზე ეიბარს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგთან ერთად მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ბუდუ ზივძივაძის ჰაიდენჰაიმი კი ბუნდესლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს. ქართულის გუნდმა ბოლო ტურში ვერდერს უმასპინძლა და 1-4 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქართველი მეორე ტაიმიდან ჩაერთო. ტრავმიდან ახლახანს დაბრუნებულმა ზივზივაძემ დარჩენილ დროში კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, თუმცა შედეგიანი არც ერთი არ აღმოჩნდა. შედეგად ჰაიდენჰაიმმა სეზონი 29 ქულით მე-16 ადგილზე დაამთავრა. პლეი-ოფში მათი მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. ახლა კი ჩოგბურთი და ბორდოს ჩელენჯერის ნახევარფინალი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გალონ გრიგსპურტს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6-4, 6-0 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 1 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მეორე სეტში 6-0 გაიმარჯვა და ამ სეტის მოსაგებად მხოლოდ 24 წუთი დაჭირდა. ნიკას მეტოქე ფინალში ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი ჯოვან პერიკა იქნება. ფინალი 18 მაისს გაიმართება. ბოლოს კი UFC და ილია თოფურია, რომელიც მსუბუქი წონის გამნისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა კი იმიტომ შედგა, რომ ისლამ მახაჩევმა წონა შეიცვალა. თუმცა ეს მათ შორის დაპირისპირებას, როგორც ჩანს, ხელს არ უშლის. ქართველმა მახაჩევზე და ქვეს საშუალო წონაზე ისაუბრა. ისლამი ფსიქოლოგიურად გატყდა. გულის სიღრმეში ის ხვდება, რომ დივიზიონი შიშის გამო დატოვა. თუ ეს მართლა ასეა, ეს მის ფსიქიკას სარგებელს ვერ მოუტანს. ამ გადაწყვეტილებას სხვა ახსნას ვერ ვუძებნე. წარმოიდგინეთ, მე რომ ქვემსუბუქი წონიდან მაქს ჰოლოვეის დამარცხების გარეშე წავსულიყავი. წარმოიდგინეთ ღირსეული პრეტენდენტი, რომ დამეიგნორებინა, რომელმაც არამხოლოდ გაწმინდა დივიზიონი, არამედ ფანებს შორის უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. რაც შეეხება ქვეს საშუალო წონას. რა თქმა უნდა, რატომაც არა, თუ ფანები მოისურვებენ, ჩემი ჩხუბი იხილონ ამ წონაში და ეს ჩემპიონთან იქნება, რატომაც არა. მე ხალხის გასართობად ვიბრძვი, მაგრამ ამასთან мотиваციას მჭირდება. გამოწვევა უნდა იყოს. თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება, მზად ვიქნები. შეგახსენებთ, რომ თოფურიას და ოლივეირას დაპირისპირება ლას-ვეგასში თბილისის დროით 29 ივნის UFC 317-ზე გაიმართება. ბოლოს, თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქენ, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.